მოგესალმებით ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დეპუტატებო, მთავრობის წევრებო, მივესალმებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მივესალმებით ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს. პატივცემულო სტუმრებო, სურს ვისარგებლო შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ჩემი მხარდაჭერისა და არჩევისთვის. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში გატარებული წლები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. 8 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრობამ დიდი პოლიტიკური გამოცდილება შემძინა. ახალი წესით ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ საქართველო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის ფარგლებშიც კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა მჭიდრო კოორდინაციის და თანამშრომლობით მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული წარმატება მინდა უსურვო მე-11 მოწვევის პარლამენტს, დარწმუნებული ვარ, მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ. მჯერა, რომ ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაძლიერების 4 წელი. ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის. მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, მდიდარი ისტორია, კულტურა, ქართველი ერის ღირსება და მტკიცე ხასიათი ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომელიც საქართველოს წინ ანთებული ლამპარივით მიუძღვის ამ რთულ და სახიფათო გზაზე. ჩვენი წინაპრების გამოცდილებამ გვასწავლა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შეუპოვრობასა და უსამართლობასთან ბრძოლას, უფლის, სამშობლოსა და საკუთარი თავის წვენას. ჩვენი პატარა, თუმცა ამაყიერი, სწორედ ამ პრინციპების დაცვამ გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, თანაც ისე, რომ შეინარჩუნა საკუთარი ენა, დამწერლობა, კულტურა, სარწმუნოება, ადათ-წესები და იდენტობა. მაშინ, როდესაც საქართველოს დამპყრობელი არაერთი უძლიერესი ერი დაინგრა და განადგურდა. ამის გათვალისწინებით ჩვენ ქართველებმა ზუსტად ვიცით, რა პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა გვევალება, რას უნდა მოუფრთხილდეთ და საბოლოოდ როგორი საქართველო ავაშენოთ. საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთსულოვანია და ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე. განსხვავებულობის მიუხედავად, ერთმანეთის გვერდში დგომით, მტკიცედ იცავს საკუთარ სამშობლოს, როგორც ერთიან დიდ ოჯახს, რომელსაც საქართველო ჰქვია. სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნათელი დადასტურება იმისა, თუ სად დგას ქართველი ხალხი, რას იცავს და რას ნიშნავს მისთვის საქართველო. ამ დღეს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა და განვითარება, ტრადიციების, ღირებულებების, სარწმუნოების, ოჯახისა და ღირსების დაცვა. უარი უთხრა ფსევდო-ლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს იდენტობას და თვითყოფადობას. სურთ თუ არა, ქვეყნის შიგნით და გარეთ ყოფ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს მოუწევთ მიიღონ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი და პატივისცენ მას. ჩვენი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით უკრაინის ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ გახდა უსამართლო თავდასხმის სამიზნე. ჩვენს სახელმწიფოს მოუწია დანის პირზე სიარული, გაუძლო არაერთ ზეწოლას და იმოქმედა მტკიცედ, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვით, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა შესაძლებლობა შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და გადაგვერჩინა ქვეყანა უპირობო განადგურებისგან. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა, ჩვენი ქვეყნის განადგურების საფრთხე. კვლავაც შებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც ძალღონეს არიშურებენ საქართველოს დესტაბილიზაციისთვის. საფრთხე კვლავაც მაღალი იქნება, სანამ არ დასრულდება ჩემი აზრით უკრაინაში ომი
და კიდევ უფრო არ დასუსტებიან საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ომში ჩართვის, დესტაბილიზაციის და რევოლუციის არაერთ ცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა. ჩვენ შეიძლება ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი უწოდოთ, რომელიც სამწუხაროდ ჯერ არ დასრულებულა. ხაზგასაცმელია, რომ ქვეყნის გადარჩენაში მთავარი როლი სწორედ ქართველმა ხალხმა ითამაშა. ყველა კრიტიკულ მომენტში გვერდით გადადო ემოციები და განსაკუთრებული სიფრთხილით, სიბრძნითა და პატრიოტიზმით მიიღო გადაწყვეტილებები. გვერდში დაუდგა სახელმწიფოს და თავიდან აგვარიდა საქართველოს განადგურება. სწორედ ამიტომ ქართველი ხალხის ნება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ღირებულებები არის საქართველოს არაკეთილმოსურნეების მთავარი სამიზნე, რადგან იციან, რომ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამაზე დგას. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება და საბოლოოდ გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს. ამ პერიოდში ქართველმა ხალხმა რეალურად იგრძნო თუ რას ნიშნავს ქვეყანაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა. რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე იცავდეს და უფრთხილდებოდეს თავის წილ საქართველოს, ამაყობდეს საკუთარი ქვეყნით და იდგეს სამშობლოს სამსახურში. ამ პროცესების გააზრება გვარწმუნებს, რომ სამშობლოზე ზრუნვა და მოფრთხილება საჭიროებს მუდმივ უწყვეტ პროცესს ქართული საზოგადოების მხრიდან, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, წინ გველის უფრო დიდი აღმავლობის, გაძლიერების და გაერთიანების პერიოდი, იმისათვის, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწიოთ. კვლავ გვჭირდება სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ერთობა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განადგურებას უნდა გადაარჩინოს. ჩვენი ქვეყნის სამსახურში დაუღალავად ყოფნისთვის სურს მადლობა გადაუხადო საქართველოს თავდაცვის ძალებს, უკლებლივ ყველა ჯარისკაცს, ასე ღირსებით და ამაყად, რომ ატარებენ სამხედრო ფორმას, თითოეულ პოლიციელს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რომ იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და წესრიგს ქვეყანაში. მადლობა მეხანძრე მაშველებს თავდაუზოგავი შრომისთვის. დიდი მადლობა ღირსეულ, პატრიოტ საჯარო მოხელეებს, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და უზრუნველყოფენ სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებას. მადლობა ექიმებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. განსაკუთრებული სითბო და სიყვარული მსურს გამოვხატო ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების მიმართ, რომლებმაც არაერთი თაობა აღზარდეს და რა თქმა უნდა მათი ღვაწლი ფასდაუდებელია. მადლობა თითოეულ სპორტსმენს და კულტურის სფეროს წარმომადგენელს, ვინც საკუთარი გამარჯვებითა და წარმატებით აერთიანებს და აძლიერებს საქართველოს. მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც საკუთარ საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს და თავის წილ პატარა აგურს დებს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. სახელმწიფოსა და ხალხის ერთად დგომამ, ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ, ქვეყნის გადარჩენის პარალელურად შესაძლებელი გახადა ჩვენი ეკონომიკა ბოლო 3 წლის განმავლობაში საშუალოდ 10%-ით გაზრდილიყო. განხორციელებულიყო სტრატეგიული დანიშნულების მქონე პროექტები, გაზრდილიყო ქვეყნის ბიუჯეტი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, საჯარო მოხელეების ხელფასები, პენსიები და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დარგის დაფინანსება. ნიშანდობლივია, რომ ჩვენ ეს ყველაფერი მოვახერხეთ მსოფლიოში მიმდინარე ომების, კრიზისებისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურის და კვლავ წარმატებით გრძელდება, ამ მიმართულებით მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ. ამ მომენტისთვის ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისაკენ. საქართველო ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის, რომ არა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ ვერ შევძლებდით ამ ყველაფერს.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს მშვიდობის განსაკუთრებული ფასი. მის გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ რაიმე სახის განვითარებაზე და წარმატებაზე. თითოეული ჩვენგანი კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წარმატებები და კეთილდღეობის მაღალი დონე არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც განსაკუთრებით გვაახლოებს ჩვენ აფხაზ და ოს და-ძმებთან. ეს არის გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. ჯერა ჩვენ მალე შევძლებთ ერთად მოვიშუშოთ ომისიარები და გავაგზავნებთ ბედნიერ თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოში. ჩვენ ასევე უნდა მოვახერხოთ და სწორი მიდგომებით გავაძიაროთ საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიული როლი დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირების მიმართულებით. ისტორიული როლის დაბრუნებით შევძლებთ გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციები. ჩვენაირი პატარა ქვეყნის გადარჩენისა და წარმატების გასაღები ჩვენს ჭკვიანურ და ფრთხილ ქმედებებშია, რაც თავისთავად წინდახედულობასა და მოხერხებულობას გულისხმობს. ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ პოლიტიკა ნაკარნახევი უნდა იყოს ერთის მხრივ შესთომების გაანალიზებით, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი ერის მეხსიერებასა და ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ეს საშუალებას მოგცემს თავიდან ავირიდოთ უნებლიე სავალალო შეცდომები. სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს უსამართლო თავდასხმების სამიზნე ჩვენი არაერთი ევროპელი პარტნიორის მხრიდანაც გახდა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ეს იმ სივრციდან, საიდკენაც სვლა ქართველმა ხალხმა სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, კანონის უზენაესობის დაცვის, ეროვნული იდენტობისა და სუვერენობის შენარჩუნების იმედით გადაწყვიტა. ორმაგი სტანდარტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ფაქტობრივად ყოველდღიურობად იქცა, სამწუხაროდ ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებსა და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას. საქართველოს ევროპული იდეისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ არ იმსახურებს ამ უსამართლო დამოკიდებულებას. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას და გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამავე დროს სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ დაიწყო ფსევდო-ლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში. მე ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებმა და მისმა გამოძახილმა მთელ მსოფლიოში კიდევ ერთხელ დაარწმუნა ქართველი ხალხი, თუ რამდენად სწორი პოლიტიკისა და ღირებულებებს ატარებს ჩვენი საქართველოს და სახელმწიფო. სამშვიდობო პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების უპირველესობა, კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ოჯახის სიძლიერე, ქრისტიანობის როლის გაძლიერება. სწორედ ესაა ის ღირებულებები, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო ბოლო 100 წლეულის განმავლობაში და ნათელია, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მომავალი 4 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის ასეთი თანხმედრა მაძლევს ღრმა წმენის საფუძველს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ მოვახერხებთ ურთიერთობების გადატვირთვასა და ნორმალიზებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მე მსურს რამდენიმე სიტყვით შევეხო ცოტა ხნის წინ ჩემს მიერ განხორციელებული შეწყალების აქტს. ჩემთვის გაუგებარია გარკვეული ჯგუფების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი. არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ საკუთარ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და მეგობრებს. ჩვენ შემჭიდროებულ ვადებში აქტიურად ვიმუშავეთ არაერთ უწყებასთან იმისათვის, რომ ადამიანებს მალე შეძლებოდათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდი აღნიშნულ პროცესში ჩართული თითოეული უწყების ხელმძღვანელს და წარმომადგენელს. ჩვენი მთავარი პრინციპი, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ, იყო ბალანსის დაცვა
ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ საკითხს და სწორედ ასე გაგრძელდება მომავალშიც. არავინ გაბედოს და არც ადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება. ცალსახაა, რომ ჰუმანური აქტი კარგია, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა ვიყოთ დანაშაულის პრევენციაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია. უნდა გავზარდოთ განათლების სისტემის როლი ახალგაზრდების განვითარებაში, ვიზრუნოთ სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე იქნება ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ამ ყველაფერს მთლიანობაში პრევენციული ხასიათი ეგნება და უზრუნველყოფს, რომ რაც შეიძლება დაბალი იყოს დანაშაულში ჩართულობის რისკები ჩვენ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. ჩვენ ვნახეთ თუ როგორ გააერთიანა სპორტულმა მიღწევებმა და წარმატებებმა ჩვენი საზოგადოება. რამდენად სიყვარულით სავსე იყო ქართველი ხალხი ყოველი გამარჯვების დროს. ჩვენ გვყავს ჩვენი ხელსახელოვანი სპორტსმენები, რომლებიც ამის მონაწილე არიან და ყველა გაგვახარეს და კიდევ ერთხელ ამბიჭებს დიდი მადლობა იმისთვის, რომ გაახარეს ჩვენი ერი. ასევე უდიდესია კულტურის სფეროს როლი, რომელიც სიამაყით ავსებს თითოეულ ქართველს და აერთიანებს საერთო ისტორიის, კულტურისა და იდენტობის გარშემო. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში ხელოვნური პოლარიზაციის ფონზე სპორტმა და კულტურამ განსაკუთრებული გამაერთიანებლის როლი უნდა ითამაშოს. მე ვაპირებ წარმატებულ ჩვენთვის საყვარელ სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად არაერთი საინტერესო იდეის განხორციელებას, რომელსაც ახლო მომავალში გავაცნობ საზოგადოებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს დემოგრაფიული საკითხები. ჩვენ ისედაც პატარა ერი ვართ და არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე, იმ პირობების უზრუნველყოფაზე, რომელსაც პოზიტიური ეფექტი ექნება დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე. მიმაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენი მხრიდან, ჭირდება საფუძვლიანი კვლევა და შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრა უწყებათა შორის კოორდინაციის საფუძველზე. ამავე დროს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საპატრიარქოს და უშუალოდ პატრიარქს იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს ჩვენი ერის გადასარჩენად და გასამრავლებლად. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საპატრიარქოს როლი კვლავ უდიდესი იქნება. დასასრულს სურს კვლავ დაუბრუნდეთ თავს მოხვეულ ხელოვნურ პოლარიზაციას. სამწუხაროდ ამ პროცესში აქტიურად იყენებენ არაერთ გულწრფელ და გულანთებულ ახალგაზრდას. კარგად მახსოვს ჩემი თავი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვიცი რამდენად მოჭარბებულია ემოციები ამ პერიოდში, რამდენად იმპულსური, მეამბოხე და ფეთქებადი ხარ. როგორი მძაფრია შეფასებები და განწყობა ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სწორედ მსგავს ემოციებზე თამაშობენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები. ჩემთვის წარმოუდგენელია არსებობდეს ქართველი ადამიანი, ვინც არ ეთანხმება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვას, ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას. თუ კი არსებობს ასეთი ადამიანი, ის არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენ ქართველები განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად წარმოუდგენელია ვიყოთ ერთმანეთის მტრები. ჩვენ გვაქვს ერთი ენა, ერთი კულტურა, ერთი ისტორია, ერთი სამშობლო, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება. თუ კი ჩვენ ეს ყველაფერი გვაერთიანებს, როგორ შეიძლება სხვა დანარჩენ საკითხებში განსხვავებული შეხედულებების გამო უარი ვთქვათ ერთმანეთზე და ერთმანეთთან საუბარზე. დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი აუცილებლად უშვებს, რომ სადღაც შეიძლება ცდებოდეს. ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი შეცდომის დანახვა და აღიარება, სიმართლისთვის თვალის გასწორება. ჩვენ განსხვავებულობის მიუხედავად
მოგვიწევს გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება. ამიტომ უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და ერთმანეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაჯობოთ სიბრაზე საკუთარ თავში. მოვახერხოთ და მოუფრთხილდეთ ერთმანეთს. განსხვავებულობის მიუხედავად უნდა დავდგეთ ერთად და დავიცვათ ჩვენი ღირებულებები. ჩვენ ერთად დგომით შეგვიძლია საბოლოოდ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და დამოუკიდებელ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. დიდი მადლობა.